2022 წლიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 18 წლამდე ასაკის დიაბეტი ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით. მიმდინარე ეტაპზე საშუალება მოგვეცა გავაფართოვოთ აღნიშნული პროგრამა და ჩვენს ბენეფიციარებს შევთავაზოთ კომპანია ებოტის მიერ წარმოებული Libre 2+ მოდელი. დარგის ექიმ სპეციალისტებთან ვიმსჯელეთ კრიტერიუმებზე, რომელთა საფუძველზეც განსაზღვრავთ პაციენტების კატეგორიას, რომლებიც პირველ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ ალტერნატიულ სენსორს და შესაბამისად მოხდება მათი დაკმაყოფილება, ასევე რა თქმა უნდა აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. ეს არის ძალიან კარგი ამბავი იმ პაციენტებისათვის, ვისაც ესაჭიროება მონიტორინგის შეცვლა, ჩამოყალიბდა კრიტერიუმები, რითითაც განისაზღვრება, რომელი პაციენტი იქნება გადაყვანილი ამ ებოტის კომპანიის სენსორზე, რომელი დარჩება წინა კომპანიის, მეტრონიკის კომპანიის სენსორებზე. პირველი ეტაპისთვის უკვე არის ჩამოწერილი ეს კრიტერიუმები და შემდგომ, რა თქმა უნდა, უფრო გაფართოვდება და უფრო მეტად ცვალებადი შესაძლებელია იყოს. დიაბეტის საერთაშორისო დღეა, რომელიც მიმდინარეობს ეგიდით დიაბეტი და კეთილდღეობა. ნამდვილად ზრუნავენ ექიმებიც, ჯანდაცვის სამინისტროც, ნამდვილად ამ მიმართულებით ყველა ბავშვი 0-დან 18 წლამდე CGM სისტემით არის მომარაგებული. თავდაპირველად ეს იყო ძალიან, ასე ვთქვათ, ცნობილი კომპანიის მეტრონიკის CGM-ი Guardian 4, ასევე 7 წლის ბავშვებისთვის სემპლერა ჰქონდა, მაგრამ იყო სურვილი, რომ ყოფილიყო გარკვეული არჩევანი და აი მართლაც შესრულდა ეს მოთხოვნა.